თქვენ როგორც ქრისტიანებსო, პავლე მოციქული ამბობს, რა გაქვთ საერთოდ საწუწუნო და სადარდებელი. ეს ჩვენი ყოფიერება დროებითია, წარმავალია, წამია საერთოდაც მარადიულობის წინაშე. და შენ გყავს უძლეველი ღმერთი შენს გულში, როცა მოინათლე, მისი მადლი შემოვიდა შენში, მისი ბეჭედით აღიბეჭდე. და რამ უნდა შეგაშინოს და ვინ უნდა შეგაშინოს? როგორ უნდა შეშინდე? როგორ უნდა გაგტეხოს ამ ცხოვრებამ? რაც არ უნდა დიდი სირთულეები და წინააღმდეგობები შეგვდეს ცხოვრებაში, რაც არ უნდა დიდი განსაცდელები შეგვდეს. ხნედ იყავი, იმიტომ რომ წამია ეს ცხოვრება, აქაც შენს გვერდზე არის ღმერთი და ქრისტე და მით უმეტეს, რომ წარდგები ქრისტეს წინაშე, ეს ყველაფერი უკან გრჩება, ეს ტკივილი და ეს განსაცდელი. ამიტომ ხნეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგომარეობა და განწყობა, რომელიც უნდა შეიძინოს თითოეულმა ქრისტიანმა მორწმუნე მართლმკვეთელმა ადამიანმა.